მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა შემოგთავაზო თქვენ ესეთი გააშლა ფინანსები, რა ხდება ეხლა და რა იქნება. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და პირველ რიგში მინდა ვთქვა და ალბათ ეხლა ცოტა ხანში ყველა ვიდეოში ვიტყვი მაგას. მოხდა გუშინ ესეთი ინციდენტი, რომ ვიღაცა დაღლიდებმა აი ეს ჩემი TikTok-ზე ჩემი არხი გააკეთეს კლონი და რაც ყველაზე საშინელება გააკეთეს, რომ დაიწყეს მიწერა ჩემს გამომწერებს და შესთავაზეს რაღაცა, რა ვიცი მე, რიტუალები თუ რაღაცები თუ დახმარება და ეგაც გუშინ მთელი დღე ვცდილობდით რომ დაგვებლოკა ის არხი, იმიტომ რომ აი მინდა უბრალოდ მე თქვენ გაგაფრთხილოთ. მე არავის არასოდეს თვითონ არ ვწერ, რომ გინდა თუ არა ეხლა ჩემთან მოდი კონსულტაციაზე. ეს პირველი, მეორე, მე არასოდეს არ მაქვს ესეთი გრძელი მიმოწერა. ქართულად მე მარტო მაქვს შაბლონური ვაგდებს შეტყობინება, სადაც ადამიანი როცა მეკითხება თვითონ რომ მე მინდა თქვენთან კონსულტაცია, ვუგდებ კიდე TikTok-ზე, კიდეც ახლა WhatsApp-ში ან Viber-ში, სადაც მწერთ, Telegram-ში, აი მაქვს შაბლონური შეტყობინება, სადაც მე ქართულად მიწერია, რა ღირს და როგორ და მე უკვე მე ლატინური ასოებით ვწერ ხოლმე. თუ დაუშვით მიმოწერა მიდის ადამიანებთან და სხვანაირად კიდევაც ჩამიგდა გუშინ ერთმა გოგომ, ჩამიგდა, მადლობა დიდი მისი მიმოწერა და შემატყობინეს რამდენიმე გოგომ, დიდი მადლობა თქვენთვის. მინდა რომ გამოვაცხადო რომ თქვენ ასე გამაფრთხილეთ რა და იყავით ძალიან ფრთხილად. თუ დაუშვით ვიღაცა მოგწერა TikTok-ზე ჯერჯერობით ჯერ YouTube-დან არ შემიმჩნევა, მაგრამ TikTok-ზე თუ ვინმე თქვენ უყურებთ ჩემს გაშვებს და ვინმე თქვენ შემოთავაზება თვითონ მოგწერეს ან რაღაცა საეჭვოდ, ხო? არის თქვათ რამე თქვათ ჩემგან ასე თქვათ ჭყალებში მოსული შეტყობინება, გთხოვთ ძალიან გადაამოწმეთ. აი ამ არხზე მიდევს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩემ მთავარ გვერდზე TikTok-ზეც დევს ტელეფონი. მე ვარ საქართველოში, მე მიდევს, სადაც არ უნდა ვიყო, მე მაქვს ქართული ნომერი, იცოდეთ, ის იყო ამერიკული ნომერი რაღაცა. უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს მე არა ვარ და არ ნამდვილად ეხლა ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა იმ მხრიდან, რომ ადამიანები მე მენდობიან და ვიღაცა აი ასე სარგებლობს რაღაცა სისულელეს აკეთებს და უბრალოდ თხილად იყავით, ძალიან მოგთხოვთ, გადაამოწმეთ და იცოდეთ, მე მაქვს ქართული ნომერი და არა ამერიკული და არა სხვა ქვეყნის, даже რუსული ნომერიც კი რომ მქონდა ადრე შევცვალე და ეხლა მაქვს ქართული ნომერი, იცოდეთ რა. ვნახოთ ეხლა ჩვენ ანუ როგორ გამოიყურება ეხლა თქვენი ფინანსური მდგომარეობა და მე უკვე ვკითხოთ ეხლა რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო გაუმჯობესოს თქვენი სიტუაცია. ეხლა ასე სიგნიფიკაცია გავაკეთოთ ჩვენ. ეხლა რა ხდება თქვენთან ფინანსებში? კი მომწონს ძალიან ეს სუფრა, მაგრამ ძალიან მუქია და რა ვიცი, ალბათ შევცვლით და ხანში. უფრო კარგად დაინახოთ. ჩემო საყვარლებო, ახლა, ეხლა დღეს ვისთვის იქნება ეს გაშლა. თქვენ ეხლა ხართ ძალიან დიდ განცდებში. რატომ? იმიტომ რომ ახლა ნახეთ პენტაკლების მეფე და პლუს ძალა, ხო? მაგრამ შუაში რა გვაქვს ხუთიანი ხმალების, ხო? ამ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ თვითონ როგორც პიროვნება ხართ ძალიან ძლიერი. ბევრ რამეს აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება იყოს დალაგებული, ასე ვთქვათ, ფინანსური მხრიდან. შეიძლება კიდევაც ხართ ისეთი ადამიანი, ვისაც მართლა თავისი საქმე აქვს, თავისი ბიზნესი აქვს, შეიძლება უბრალოდ სამსახური გაქვთ მყარე, ან შემოსავალი გაქვთ ისეთი, სადაც ან სპეციალისტიც ხართ თქვენ თქვენ საქმეში, თუნდაც ახლა ადამიანი, რომელსაც შეუძლია მართოს თავისი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ეხლა არის ესეთი პერიოდი, როცა თქვენ განიცდით.
აი მე მინდა გითხრათ, რომ ვინც ეხლა ამ წუთში უყურებს, ხო და არა თქვათ რამდენიმე ხნის მერე, აი ეს მდგომარეობა ცოტა შემიძლია კიდე უფრო ღრმად აგიხსნათ, იმიტომ რომ პერიოდი არის ეხლა ისეთი თებერვალი, მარტი არის ეს ასტროლოგებსაც, ნუ მე ასტროლოგი არა ვარ, მაგრამ მომწონს უყურებ ხოლმე და იქცინიც აი ეს რეტროგრადული მერკურიები და ასე შემდეგ რა, ეს დირეფანი და ბნელების, ნუ ბევრი რაღაცა არის მოვლენები, რომელიც შეიძლება მოქმედებს იმაზე, რომ თქვა, დღეს არ ახარ თქვენ ისე ფინანსურად, როგორც გინდათ, იმიტომ რომ აქ მე ვხედავ ძლიერ ადამიანს, რომელიც მართლა ნუ არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვა, შემოსავალი საერთოდ არ ქონდეს, გაიგეთ? იმიტომ რომ ძლიერი პიროვნება, უბრალოდ ეხლა ან შეიძლება დაიღალეთ თქვენ კიდევაც რაღაცა ბევრი სამუშაო გქონდა და აი უკვე ძალაც ახარა გაქვთ, ხო? და ეს მოქმედებს თქვენ ფინანსურ მდგომარეობაში, შეიძლება გადაღლილობა არის რა. მაგრამ ეხლა ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ ცოტა კი არა, ძალიან აი დატყუებული ხარ, ფიქრობთ, რომ რატო ხდება ეგ, მე ხო ყველაფერს ვაკეთებ, მე ხო მარტო, მე ხო მაგრამ აი აქ აშკარად ჩანს ის მომენტი, რომ ადამიანი ნუ ვერ გრძნობს თავს ისე კარგად, როგორც ყოველთვის, რაღაცა მოხდა და ნუ განცდა გაქვთ, რა თქმა უნდა, განცდა გაქვთ, მაგრამ ბევრი კითხვები გაქვთ თქვენ თავთან და ამიტომ ნუ პრინციპში მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის ნამდვილად ვინც თავის სიგნიფიკაცია იცნო, თქვენთვის იქნება აქტუალური ეს გაშლა, იმიტომ რომ კითხვებიც მაქვს მომზადებული. ისეთი, იმიტომ რომ გავარკვიოთ ჩვენ ახლა რატო ხდება ეს ყველაფერი. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები დავუსვათ, ტარო დაგვეხმარება, უფრო ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ თავარი მიზეზი ვნახოთ, აი ასეთი მდგომარეობის, ხო? თავარი მიზეზი რატომ არის, რა მიგიყვანათ ამ სიტუაციამდე, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი სიტუაცია, თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს იქნება რამე თქვა ქმედება თქვენგან, თქვენი პირადი ვნახოთ თვისებები, რომელიც თქვენ გჭირდებათ იმისთვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს. ვინ ან რა შეიძლება თქვენ დაგეხმაროს იმაში, რომ თქვენი სიტუაცია ეს ფინანსური გაუმჯობესდეს. აქ კიდე ნახეთ ახლა ჩვენი გოჭი არის, ხო ხედავთ და ეს ბროწეული სიმბოლი სიმდიდრეს დაგიდეთ, რომ მე რიტუალებს და რამეს არ ვაკეთებ, მაგრამ აი ესეთი თავისი კარგი აურა მოგვიტანონ, ხო? და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რჩევას, რომელიც ჩვენ ტარო გვაძლევს და ნუ თუ არ გავითვალისწინებთ, როგორ იქნება. ესეც ვნახოთ, მაინც ახლა რადგან ვიკითხებით, ესე იგი უნდა დავუჯეროთ, ხო? ნუ ვნახოთ. ანუ თავარი მიზეზი ასეთი მდგომარეობის. გადაიღალეთ, იცით ძალიან დაიღალეთ, ბევრი ენერგია გაგვჩადებული, აი აქაც ხო გითხარით, ნახეთ, ძლიერი პიროვნება არის, ძალიან ბევრ ენერგიას დებთ თქვენ იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული. გადაღლილობა აქ იკითხება ეგრევე. პლუს, ნუ თქვენ ახლა მაქსიმალურად აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვა თქვენი სიტუაცია იყოს, ნუ აქ ხო გეუბნებით, აქ ან ადამიანი თვითონ იგივე პასუხისმგებელი არის ოჯახზე, თუ ბიჭია ხო თავისთავად ახლა, თუ გოგოსთვის ძალიან რთულია, ანუ ძალიან ბევრი გაქვთ თქვენ, თუნდაც ფიქრი, ნახეთ ახლა საერთოდ ხმალები, ეს არის ჩვენი გონება, ხო? ძალიან ბევრს ვფიქრობ, ძალიან ბევრი მინდა, ხო? ძალიან ბევრ ენერგიას ვდებ, შეიძლება თუ დაუშვოთ თქვენ რამე პროექტზე მუშაობთ, ან მართლა ბიზნესზე გაქვთ, ეს ხო საერთოდ ძალიან დიდი ენერგია გაქვთ ჩადებული და უკვე გადაღლილობა გაქვთ საშინელი რა. თუნდაც ფიზიკურად შრომობთ, ეგაც კი. ან ესეთი მომენტი არის, რომ ბევრი რამისთვის გჭირდებათ, შეიძლება ბევრი ვინმეზე პასუხისმგებლობა გაქვთ, გაიგეთ? ამიტომ, ნუ ერთ-ერთი მიზეზი, როგორც აჩვენებს ახლა ჩვენ და რო გვაჩვენებს, რომ თქვენ შეიძლება უკვე აი აღარ ვიცანოთ, თქვენ პრინციპში რაც შეგიძლიათ ყველაფერს აკეთებთ და რა მიგიყვანეთ, ნუ ბევრი ენერგია გაქვთ აქ ჩადებული, მაინც ნახოთ ახლა ჩვენ რაღაცა მინდოდა მოეცადეთ, შეიძლება სხვა გასდა არ იყო, იმიტომ რომ მე მიყვარს, როცა
არ არის დაწყებული გახსდას, აი ნახოთ ამაზეც კიდე აქაც ნახეთ ხმალები შეხედეთ აქაც ხმალები. ანუ ფიქრობთ, ნახეთ რამდენი ფიქრები გაქვთ თქვენ ეთყობა ძალიან ბევრი მოვალეობა გაქვთ შეიძლება და გონებრივად ხარ და გადაღლით და ნახეთ როცა მე აი ბევრს ფიქრობ კიდე რითი შეიძლება გავაძლიერო მე ჩემი ფინანსური მდგომარეობა რითი გავაძლიერო კიდე რა გავაკეთო აი ესაც არის და უკვე ნამდვილად გადაღლილობა ანუ ეს არის უკვე ტვინი გადაიღალა ტვინი კი ნახეთ რა ხდება სულ ფიქრობთ რა გავაკეთო რა შევცვალო კიდე რა შემიძლია კიდე რა ვიმოქმედო აი სულ აი ეს ფიქრი და ანუ ნახეთ დაძაბოთ უკვე თქვენ სიტუაცია პრინციპში ენერგია დაძაბულობის როცა შენ კონცენტრირდები უშუალოდ იმაზე აი თქვა სურვილით უნდაც რომ ჩაიფიქრო უნდა ჩაიფიქრო და გაუშვა ხო აი სულ კონცენტრირებული იმაზე არ უნდა იყოთ როგორ რანაირად ვიშოვო რა გავაკეთო ტვინი უკვე გამისკდა აი ეგეთი რაღაცა უნდა გაუშვა ზოგჯერ ნუ ჩვენ ნახოთ აქ რჩევებში კიდე მაგრამ გეუბნებით აქ გაშვება უნდა გაუშვა უნდა მოეშვა და თქვენ ხარ დაძაბულები სულ აი კიდე უფრო მეტი მინდა და აი ეს ტვინი გადაიღალა აი ნახეთ რა მიგიყვანა თქვენ ახლა ხო იმიტომ რომ თქვენ აი სულ შეიძლება კიდე აქ როგორი მომენტი იყოს დაუშვათ ეს არის ან ახალი რამე პროექტი ხო სიტყვაზე ან ნუ აქ რატომ მიგიყვანა თქვენ თვითონ ხართ აი შეიძლება მე უნდა უფრო მეტი ვიდრე თქვათ მაგ ხო მე უნდა და კიდე მოიცადეთ ახლა მინდა დავასუსტო ერთი წამით კი კიდე ნახეთ აქ როგორი მომენტი გეტყვით როცა ადამიანი ახლა მე ხო სულ ვამბობ რომ ეს სამივე სფერო პირადი დანიშნულება ნუ საქმიანობა ქმედება და პირად ნუ თქვათ ავიღოთ ბიზნესი ფინანსები და ურთიერთობა ერთმანეთს ძალიან დაკავშირებულები არიან და მაგრამ აი რატომღაც ახლა აი ფინანსებზე არ უყურებს ბევრი ადამიანი გაშლებს უფრო უყურებენ ესეთები ვისაც მართლა აქვს ფინანსები გაიგეთ და ვინც უკვე ვიქრობს რომ კიდე რა შემიძლია რომ გავაუმჯობესო ჩემი სიტუაცია იმიტომ რომ შენ როცა უკვე ფულის გემო გაქვს შენ უფრო კარგი ცხოვრება გინდა და აქედან გამომდინარე აქ ადამიანი უკვე დგავს რაღაცა ანუ დიდ მიზანს რა ანუ სიტყვაზე მაგ ახლა 1000 ლარი ახლა მე მინდა რომ მქონდეს 3000 ლარი ხო და ამიტომ ახლა უკვე ამაზე ფიქრია რა გავაკეთო რა შემიძლია შევცვალო როგორ შემიძლია შევცვალო სიტუაცია და გაქვთ ზოგჯერ აი უკვე ტვინი გადადუღდა რა ანუ აღარ ვიცი კიდე რა მოვიმოქმედო კიდე რა მოვიფიქრო კიდე რა გავაკეთო იმიტომ რომ შეიძლება ну მართლა ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ მართლა თქვენ თავზეში კი არა ბევრში ვინმეზე შეიძლება იმიტომ რომ პენტაკლების მეფე არ არის ეს არის ეს ტიპაჟი რომელმაც იცის ფინანსები საერთოდ როგორ მუშაობს და პასუხისმგებლობასაც არ აქვს მაგას მარტო თავის თავზე და აი აქ იმიტომ არის რომ თქვენ ეხლა ან სხვანაირად უკვე მოქმედებთ ხო ან აქ გინდათ თქვენ რომ სამომავლოდ მინდა რომ იყოს რაღაცა სხვა მიზანი გაქვთ გაიგეთ ჩადებული მოდით ასე ვთქვათ სხვა მიზანი არის აქ ჩადებული და ამიტომ თუ თქვით დაუშვოთ თქვენ რომ მე ნუ როგორც მაგალითი მოგიყვანეთ ხო მაგ 1000 ლარი მინდა 3000 თქვათ ნუ ევროვის დოლარების რა ვალუტა გაქვთ ხო აი ნუ ეს როგორც მაგალითს გეუბნებით ანუ უფრო მეტი მინდა გაიგეთ და ამიტომ აქ შეიძლება ფორმირდება თქვენი მომავალი გაიგეთ რა ხდება თქვენ მიეცეთ ახლა დაუშვოთ შეკვეთა მაღალ ძალებს რომ აი ასე მინდა მაგრამ ადამიანურ დონეზე თქვენ ფიქრობთ იმას რა გავაკეთო და უკვე ტვინიც უკვე დაიღალა რომ უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო ხო და მაგრამ აი ეს სიტუაცია ნუ გვაჩვენეს ჩვენ ეგრევე ტუზი და მაგი ანუ იქ მაღალი ძალების დონეზე წყდება თქვენი საკითხი აი ეს ეზოტერიკულად ასე ჟღერს რომ ვიცოდეთ თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ თქვენი სიტუაცია ეს გაუმჯობესოთ თქვენ როგორც ადამიანმა ხო რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ რა უნდა გააკეთოთ და ანუ პრინციპში კი პატარა ნაბიჯები მაინც კი უნდა გააკეთოთ რა ანუ შეიძლება სხვათა შორის აქ იყოს
ნახეთ, ასე მოდა დავიწყოთ. თუ დაუშვოთ თქვენ მუშაობთ, გაქვთ თქვენი ბიზნესი, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენ სულ ყველა ვიცით, ну, როცა ვინც მუშაობს ახლა, თქვათ ისეთ სფეროში, სადაც ადამიანებთან უშუალოდ პრინციპში ყველა ვართ მასე. ანუ შეიძლება ახალი გჭირდება თქვენ აქ კლიენტები იმისთვის, რომ ეს სიტუაცია გაუმჯობესდეს, თქვათ ახალი რაღაცა, უნდა ახალი ქმედებები, უფრო მეტი კომუნიკაცია, შეიძლება თქვათ რეკლამაც გჭირდებათ. გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც. ანუ რაღაცა სხვა ნაბიჯები თქვენ აქ არის ახალი რაღაცა უნდა მოხდეს და ახალი ნაბიჯებიც უნდა გააკეთოთ. გაიგეთ, ანუ ახალი კომუნიკაცია უნდა გააკეთოთ. კიდე? კი. აი კი, ახალი კლიენტები გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ ახალი მიდგომა, ახალი სამსახური თუ დაუშვათ თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ მე მინდა რომ ჩემი თქვათ უფრო გაიზარდოს ჩემი თქვათ ახლა ხელფასი თუნდაც, ხო? ახალი სამსახური გჭირდებათ. ან თქვენ ნახეთ, აქ კიდე ვინც ახლა, ну, არა გაქვს ბიზნესები და რაღაცები და სადღაც მუშაობს, შეიძლება შეცვალეთ სამსახური, გაიგეთ? და ახალი რო არის, ну, ჯერ ვთქვათ, შეიძლება ელოდებით დაუშვათ. ეს მომენტიც შეიძლება იყოს, მაგრამ აი აქ სხვანაირად უნდა მოიქცეთ, გაიგეთ? აი ეს არის თქვენი ნაბიჯი არის, რომ არ გაჩერდეთ და რა თქმა უნდა, ახალ ადამიანებზე უნდა იმუშაოთ რა. თუ დაუშვათ, თქვენ გაქვთ საქმე, ახალი კლიენტები, უფრო თქვენი გავრცელება უფრო მეტად უნდა იყოს, გაიგეთ? ანუ თქვენზე უნდა გაიგონ ადამიანება, რომ შენ ახლა ახალი მიდგომა უნდა გქონდეს თუნდაც, გაიგეთ? ანუ ახალი სწრაფი ახალი, რომ გაიგოს უფრო მეტი ადამიანები თქვენზე. კიდე ნახოთ, ახლა ჩვენ შეიძლება თვისებები, ხო, რომელიც რა თვისებები თქვენ უნდა გამოაჩინოთ რა თვისებები. ну, ნახეთ ახლა რა თქმა უნდა, ახლა თასების მეფე ეს არის უკვე როგორი ენერგია თვისებების, ხო? პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ თქვენ რა გინდათ. მეორე, უნდა გიყვარდეთ აუცილებლად ის საქმე, რითიც ხართ თქვენ დაკავებული. უნდა თუ დაუშვათ აქ თვისებებზე ხო ლაპარაკი. ანუ ესე იგი აი საერთოდ თასების მეფე არის კიდე როგორი, ну, საერთოდ თასები, ხო, სიყვარული. თასები არის ის, რომ მე მიყვარს, ეს მე მინდა, ეს მე მახარებს, ეს არის უკვე აი გაცემა თუნდაც, უფრო სიყვარულით მიუდგე იმ საქმეს, რა საქმესაც აკეთებ. ну, აქ უფრო ეგეთები რა. ну, საერთოდ ახლა ბევრჯერ მithქვამს, რომ როცა შენ აქ დაჟე ნახეთ, ახლა ვიღაცამ კიდე შეიძლება თქვათ მუშაობდა offline დაიწყო online სიტყვაზე შეცვალა ან პირიქით ხო ხვდებით რა კიდე ესა. მაგრამ რა არის იცით, ეს საქმე უნდა იყოს ისეთი და ნებისმიერ დროს საერთოდ ფული შემოდის იმ საქმედან, რომელიც შენ მოგწონს და გიყვარს. საიდან შემიძლია გავიგო ეს, ხო, შეიძლება კითხვა დაგესვას. ეს ეხლა არის უამრავი ინსტრუმენტი, რომ ჩვენ გავიგოთ ჩვენს თავზე. რისთვის ვარ მოსული, რა უნდა გავაკეთო, ხო? ანუ სად შეიძლება სად დევს ჩემი ფული, ხო? სად დევს ჩემი ნიჭი. ამისთვის მე ახლა კლუბში ვაკეთებ მოკლე მიმოხილვას ბედის მატრიცაზე რა, გოგოების კლუბში. მდიდარი და ბედნიერი ქალების კლუბი გვაქვს, ლინკი დევს ვიდეოს ქვეშ, შემოდით. იქ მე მითითებებს ვაძლევ, რა თქმა უნდა. თქვენი ბედის მატრიციდან, ვინც არ იცით რა არის ბედის მატრიცა, მე გაძლევ თქვენ ვიდეო არის აქ არის ამ არხზე თუ არა და როცა მწერთ და მეკითხებით რა არის ჩემ მომსახურება, ყოველთვის იქაც მაქვს მიმაგრებული ეს ვიდეო, სადაც მე ვყვები რას ნიშნავს ეს მატრიცა და რატო უნდა გქონდეს სულ ყველას, იმიტომ რომ შენ რო არ ეძებო და ასეთ მდგომარეობაში არ იყო, იქ უკვე არის მითითებული შენმა სულმა სად რა სფეროებში აერჩია განვითარება და ადვილად შეგიძლია მიიღო ინფორმაცია და უკვე უშუალოდ მოსინჯო ის სფეროები, სადაც შენ გექნება წარმატება და შეიძლება შენ რაღაცა საქმე გიყვარს, მოგწონს და დღეს გაქვს როგორც ჰობი. და შენ რო პირიქით, აი დაუშვათ ეს შენი ჰობი გახადო შენი თქვათ გადაიყვანო საქმიანობის так
ხო, ну, როგორც შენი საქმიანობა აირჩიო, ხო? რანგში, საქმიანობის რანგში. აი, მაგ შემთხვევაში უფრო მეტი შემოსავალიც წამოვა. გაიგეთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება ადამიანი კიდევაც ნერვიულობს, კიდე რა შემიძლია, რა არის ეს ჩემი დანიშნულება, რა უნდა შევცვალო, სად წავიდე მე, სად წავიდე, რა გავაკეთო, კიდე იქნება სხვა რამე უნდა გავაკეთო და აქ შეიძლება გეუბნეთ, აი, ნუ ვეძებ ჩემ თავს, სად შემიძლია მე მქონდეს განვითარება. გაიგეთ რა ხდება და ამიტომაც აქაც არის რომ ისწავლე ეს ახალი რამე, ისწავლე რაც შენ უფრო მეც მოგიტანს, იმიტომ რომ შენი იპოვე, რაც შენ მოგეწონება, შენი ნახე, გააკეთე რამე ნაბიჯებით და შენი იპოვე ის, რაც შენს გულს და შენს სულს ეს სიამოვნებო, იმიტომ რომ იქ არის შენი ფული. გაიგეთ რა ხდება და აი ეს არის ზუსტად როცა შენ შენი თავი შეიყვარე და ის გააკეთე, რაც შენ თვითონ გსურს და მაშინ ნამდვილად იქნება კი, დაიწყე უკვე, დაიწყე ქმედება და ანუ არჩევანი გააკეთე ის, რაც შენ გინდა, იპოვე ის, რაც შენ მოგიტანს სიამოვნებას და კომფორტს. გაიგეთ? იმიტომ როცა შენ ხარ სამსახურში დადიხარ რომ უნდა წავიდე, ვალდებული ვარ წავიდე, ფული უნდა ვიშოვო, აქ უკვე სიტუაცია დაიძაბება რა თქმა უნდა. გაიგეთ, არ შემიძლია დავიღალე, მინდა ბევრი ფული როგორ მოვიპოვო, არ ვიცი. გაიგეთ? და ამიტომ არის, როცა შენ მიდიხარ შენი საქმით და როცა შენ აკეთებ რამეს, თქვათ ის რაც შენ მოგწონს და შენ რაც გსიამოვნებს, რა თქმა უნდა, ანუ შენი სული გახსენი, შენი სულის გზა გახსენი, ქსიანი არის აქ თასების, ხო? გახსენი ის, რაც შენ გსიამოვნებს, იმიტომ რომ ბევრჯერ მოსულა ჩემთან კონსულტაციაზე ადამიანები და უთქვიათ, რომ აი ეს მომწონს, დაუშვით ხატვა მომწონს, სიმღერა მომწონს, ქერვა მომწონს, ახლა კიდე რაღაც. და რა ვქნა, კიდეც ეზოტერიკა მომწონს, რომ დასების მეფე ეზოტერიკაც არის. მომწონს, ხო? მაგრამ არ ვიცი, ეს მე მომიტანს შემოსავალს, გაიგეთ? აი მატრიცაში ყოველთვის ჩვენ ვპოვლობთ პასუხს მაგას, რომ კი ან დაუშვით, იმიტომ რომ ტყვილა შენ არ გებადება ეს კითხვა. ტყვილა უბრალოდ მატრიცად გიმტკიცებს შენ და გეუბნები, ნუ ვართ ასე აწყობილი ადამიანი, ჩვენ გვინდა რომ ვიღაცამ დაგვიმტკიცოს, რომ ნამდვილად მე რასაც ვფიქრობ და რასაც ვაწუხებს, ეს მართალია, ხო? ბევრჯერ ყოფილა ეგეთი მომენტი, როცა აი თქვა даже ვუყვები მატრიცის გარჩევის დროს, რომ აი ეს არის შენი გზა, ეს და ღიმილი, სასიამოვნო ღიმილს ვხედავ ადამიანს, იმიტომ რომ და კიო, მართლა მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცოდი თუ შეიძლებოდა რომ ეს ყოფილიყო ჩემი თქვათ ახლა პროფესია თუნდაც, ხო? ან ეს უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თქვათ გავაუმჯობესო ჩემი სიტუაცია, ჩემი მდგომარეობა ფინანსური, ხო? აი ეს არის რა. აი ამას მიგვითითებს ჩვენ ეს პოზიცია რა. ნუ ვნახოთ ახლა ვინ ან რა შეიძლება თქვენ დაგეხმაროთ. ნუ რა თქმა უნდა, ვინ ან რა დაგეხმარება და თქვენი ნიჩის გახსნა ყველა ვარიანტში კიდე, ვინც მუშაობთ ოფლაინ, შეგიძლიათ გასვლა თქვათ ონლაინ ყველა ვარიანტში, აქ შეგიძლიათ თქვენი მოღვაწეობა, რეკლამა, აქ ხო იყო ვინმესთვის, თქვათ ნათქვამი ხო იყო, რეკლამაც დაგეხმარება თქვენ ყველა ვარიანტში და რა თქმა უნდა დაგეხმარებათ, ან კიდე წადეთ ესეთ ადამიანთან, რომელსაც შეუძლიათ თქვენი დახმარება, რომელმაც იცის და ხსნის ადამიანებს, ხსნის მაგათ ნიჩს, ხო? რუკა გააკეთეთ, მატრიცა გააკეთეთ, აი რაღაცა გააკეთეთ, ის, ნუ რაზეც ახლა აქ ვილაპარაკეთ, ეს თქვენ დაგეხმარებათ. თუ გაგაკეთებული უკვე, ჩაიხედეთ და იქ წერია თქვენი ყველანაირი ფულის კარმა, თუნდაც წაიკითხოთ, თქვენი პირადი დანიშნულება, თქვენი სოციალური დანიშნულება რა არის. ესეც წაიკითხეთ, ვისაც უკვე გაქვთ მიღებული მატრიცა და მხელა გიგზავნით ინფორმაციას, მოძებნეთ, არ დაგესაროთ რა იქ. მოდით ახლა ვნახოთ, აბა თუ დაუშვათ, როგორ იქნება განვითარება, თუ შენ გაითვალისწინებ რჩევას, გაიღვიძებ, ნამდვილად გაიღვიძებ და ნამდვილად გექნება უკვე კი, გაიღვიძებ და უკვე გექნება და სიამოვნებიც იქნება და გამარჯვებული იქნება 6-იანი, ახაც 6-ის მერე იმედის ბოდიშით 5-ის მერე მოდის ეგ მე 6 ენერგიიციან ჩემო მოსწავლეებმა და ანუ ნახეთ, ისიამოვნებ
და დაკავდები შენი საქმედ. ანუ გაგაღვიძებენ, აი აქ შენ გაგაღვიძებენ, მიხვდები შენ ეს შენი შინაგანი ბრძოლა დასრულდება და გამარჯვებული იქნები. აიგეთ? და დაჟე დარწმუნებული ვარ, ის საქმე, რომელიც შენ დაკავდები, ყველა ვარიანტში შენ გაიმარჯვებ. თუ არადა, თუ არადა ასე იქნები უკმაყოფილო და კიდე იქნები ძიებაში. იცით რა არის, მე მინდა გითხრათ, რომ არ დაგენანოთ არასოდეს ფული იმისთვის, რომ თქვენ თვითონ გაიგოთ თქვენს თავზე რამე, იმიტომ რომ ჩვენ აქ ამაზე მეტი არაფერი არ არის დედამიწაზე ჩვენი საქმე. იმიტომ რომ ჩვენ როცა ჩვენს თავზე ვიკვლევებთ ჩვენს თავს სხვადასხვა სფეროებში, ხო, ჩვენ ამით ვითარდებით. როცა ჩვენ ვითარდებით, აი თქვენ ახლა რო იძახოთ, აი მე მინდა რომ თქვათ ვიყო, ნახეთ რამდენი არის, მე ვიცი გოგოები მუშაობენ საზღვარგარეთ, არ ჩენენ ოჯახებს, მაგრამ უკმაყოფილოები არიან, იმიტომ რომ მე სადღა ვარ, ანუ თავის თავს ვერ გრძნობენ, ამ ვარს ვკლავად, გაიგეთ? ანუ მე აი ასეთ მდგომარეობაში დავიღალე, მეც ხომ მინდა რომ რაღაცა იყოს ისეთი, რაც მე მომიტანს სიამოვნებას, გაიგეთ? შენ როცა ხარ კმაყოფილი იმ საქმით, რომელითაც შენ ხარ დაკავებული, ხო? დამერწმუნდეთ უყოლა იქნება და კმაყოფილი რა. იმიტომ რომ და თუ შენ ახლა არ გაითვალისწინებ ამ რჩევას, კი ეს არის შენი საქმე, რა თქმა უნდა, მაგრამ აგერ არჩევანი გაქვს, ან იქნები გაიღვიძებ და ნამდვილად იპოვი შენს გზას და იქნები გამარჯვებული და კმაყოფილი, მიმართეთ ადამიანებს, ვისაც ესმის, ვისაც შეუძლია თქვენ დაგეხმაროთ, მიმართეთ, რომ გზა დაგანახონ მაგათმა, ხო? რომ იყოთ კმაყოფილი და ბედნიერი და წინსვლა გქონდეს. თუ არადა, მაშინ ეძებეთ თქვენ თვითონ თქვენს თავს და დაგჭირდებათ უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ ეს იქნება თქვენი არჩევანი, რა თქმა უნდა, თუ თქვენ იტყვით, რომ არა, მე ფული არა მაქვს, მე ამდენ ფულს არ ვნახავ, დამერწმუნდით, რომ მე თვითონ როცა დავიწყე ეს გზა, აი აქედან გამოსვლის გზა, ნამდვილად საერთოდ არ მქონდა ფული არაფერი, მაგრამ რო ვთქვი, რომ მე მინდა გავიგო ყველაფერი, რო ვთქვი, რომ მე მინდა ეს ნაბიჯები გავაკეთო, ფულიც მომივიდა და ჩემი ვარსკვლავიც გაიხსნა. და აგერ სულ ვიძახე, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი ჩემი кейსი რა, რომელმაც აი რო გავხსენი ჩემი თავი და ეხლა ზუსტად იმით ვარ დაკავებული, რომ სხვებს ვხსნი. აი ასეთი მდგომარეობიდან, გაიგეთ? და თქვენ რა თქმა უნდა გაქვთ არჩევანი, ან ეს, всё კარტმაც გითხრეს ჩვენ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორც შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ პრინციპში გამოსავალი ყოველთვის არის. გაიგეთ? ერთადერთი სიტუაცია, საიდანაც არ შეიძლება გარდაუვალი სიტუაცია, როცა ადამიანი კვდება. ჩვენ ვართ ცოცხლები, სიცოცხლეს სავსე ადამიანები, უბრალოდ უნდა გავაკეთოთ რამე ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო გაუმჯობესდეს, რასაც მე თქვენ გისურვებთ.